საერთოდ არ არის ეს მარტივი ვითარება, როცა ავტორიტარული რეჟიმი ხვალ მელიას უჭპირებს დაჭერას და 7 ივნის დიდი ალბათობით ნიკა გვარამიას. რამე სხვა მოლოდინი არის კოალიციაში? არა, არ არის არანაირად სხვა მოლოდინი, ჩვენც არ გქონდა სხვა მოლოდინი და მით უმეტეს ის რაც გუშინ ჩაიდინა პროკურატურამ, ეს ხატყობს როგორ ერთი ხელით, ერთი სისტემით და ეხა არ გაუგრძელდები, იმიტომ რომ მრავალგზის გვაქვს ამაზეც ნასაუბრები, გადადეს პროცესი, იმიტომ რომ გირაოს გადახდის თანხი, პროცესის დროს გირაოს გადახდის თანხის პერიოდი და ვადა ყოფილიყო გასული. ეს ჩვენ ნიკა მელიას, ჩვენს გუნდს, ზურა ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიას, რომელიც ახსენეთ, რომ 7 ივნის გაზდის ვადა გირაოს გადახდის, გაცნობიერებული გვაქვს. ჩვენ ვიცით რა პროცესში ვართ, ჩვენ რეალობის აღქმა კარგად გვაქვს, ასე ვთქვა და ვიცით რა პროცესი მიმდინარეობს საქართველოში, მათ შორის, როდესაც ამის პარალელურად ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც საერთოდ გამოგონილი ბრალით არიან აქტიური მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის ციხეებში, რომლებსაც უბრალოდ ერთი მოწმეც კი არ არსებობს, ვინც დაადებს ხელს, რომ ისინი ამას ორგანიზებას უკეთებდნენ ნოემბრის და დეკემბრის მოვლენების დროს და იმ სისხლიანი დარბევების პერიოდში. ამის პარალელურად არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა რაღაც კომისია, ლეგიტიმურობის შემთხვევაშიც კი დარღვეულია მინიმუმ 2 საკითხი. პირველი ის, რომ ეს კომისია საერთოდ არ წარმოადგენს იმ კომისიას, რაც საქართველოს კონსტიტუციით წერია, ეს ერთი და საგამოძიებო საპარლამენტო კომისია იქმნება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამა თელი საუკუნის გამოძიება უნდა იყოს მინიმუმ ოპოზიცია. ეს ერთი და მეორე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით იქნება. ამათ მოაწყვეს ესე ვთქვათ რაღაცა შოუ სიცრუის და თელ საუკუნეს იძიებენ. 21 საუკუნეში რა მოხდა ქართულ პოლიტიკაში, ამის ესე ვთქვათ თია წულუკიანის მოდერატორობით მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა და ჭორაობა. საბოლოო ჯამში რაც ხდება კრიმინალი ამ ქვეყანაში, მათ შორის ავგან მუხტალი ყავდათ ეხლა ჩართით, მისი გატაცების საკითხი, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის გზის და შეცვლის საკითხი. ცალ-ცალკე მოხდება მისი გამოძიება. ეს უნდა შეფასდეს, ვინაიდან ჩვენ აღარ გვაქვს ფუფუნება წინა ხელისუფლების შესაძლო ჩადენილი დანაშაულები არ შევაფასოთ, იმიტომ რომ რამდენჯერაც ესე დაგვემართა, იმდენჯერ ცუდად მოგვიბრუნდა და ალბათ ამაში დამეთანხმებით. სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა დანაშაული უნდა შეფასდეს და დაერქვას მას, რომ არის დანაშაული. და სამართლებრივ სახელმწიფოში ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ სოზარ ცუბარი და თეა წულუკიანი კი არა, არამედ რეალურად პოლიტიკური პროცესის შედეგად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების თუ საჭირო იქნება საგამოძიებო კომისიის ნაწილში, თავისუფალი სასამართლოს ნაწილში, Facebook-ზე სტატუსი მედო, გივი მიქანაძე, იმას ენუქიძემ და ანზორ ბოლქვაძემ უნდა გააუქმოს პარტია ახალი, რომელიც შეიქმნა 1 წლის წინ. და იმ მოტივით, რომ პარტია ახალი არის რაღაცაო deep state-ის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აი ესეთ აბსურდში გვიწევს ცხოვრება, როდესაც ეს აბსურდი რეალობად იქცევა. ეს არის რეალობა, ჩვენ კარგ ხანს ამბობდით, რომ აქ ბელარუსი და რუსეთი არ გამოვა, მაგრამ შესაძლოა ეს არ გამოვიდა მოქალაქეების დონეზე ამ ეტაპზე, მაგრამ ეს გამოსულია რეჟიმის დონეზე. მე არასდროს არ ყოფილა რუსეთში და იქ არ ვიცი ჩვეულებრივად მოქალაქეები როგორი სოციალური ცხოვრებით ცხოვრობენ და ამაზე თავს ვერ გამოვიდებ რაც ინტერნეტით და ასე შემდეგ გვაქვს ინფორმაცია. აქ არის უკვე უბრალოდ ჩვენ არ გვინდა რომ აქ შეიქმნას ერთპარტიული სისტემა. რისკენაც ქართული ოცნება მიდის. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი წყალგამყოფი ამ საკითხში არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება აკეთებს, ასე ვთქვათ, დიფერენცირებას, ვინ არის ოპოზიცია და ვინ შეიძლება იყოს მომავალში მისი სატელიტი პარტია. სატელიტი პარტიები და ამ სატელიტ პარტიებს ქართული ოცნება მიცემს შესაბამის გასახადს. მე დარწმუნებული ვარ, ამ თუ ორ თვეში, როცა გადაწყდება საბოლოოდ, იმიტომ რომ საარჩევნო და კონსტიტუციური ვადები ამის ვალდებულებას ითხოვს, როდესაც გადაწყდება საბოლოოდ ვინ იღებს მონაწილეობას და ვინ არა, შემდეგ თქვენ ნახავთ ამ პოლიტიკურ პარტიებს როგორ შეუქმნის სასათბურე მდგომარეობას ქართული ოცნება. რუსეთში ყავთ LDPR-ი. კომუნისტური პარტია და თქვენ თუ ინტერნეტში YouTube-ში არის და როგორ კამათობენ რაღაცა საპენსიო რეფორმაზე, საპენსიო რეფორმაზე იქ რაღაცა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ასაკი დაიწიოს თუ გაიზარდოს და ასე ინფლაციაზე, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ყველაფერი ეს იმართება
ერთი პირის მიერ და FSB-ს მიერ, როგორც არის აქ რისკი ფსევდოპოზიციის შექმნის და ადგილობრივი ფიქრობის არჩევნებს გულისხმობთ. ამას ძალიან ცდილობს ქართული ოცნება, ძალიან ცდილობს, იმიტომ რომ ერთადერთი გადასარჩენი მათი გადარჩენის ერთადერთი გზა გადის ახლა იმ პოლიტიკურ ნაბიჯებზე, რომელსაც ისინი დგამენ. რეალური ოპოზიციის და მთავარი ოპოზიციური პარტიების შევიწროება, მათი პოლიტიკური ლიდერების ციხეში გაშვება, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ვერ აჩვენებენ თლად თანმიმდევრულ პოზიციას იმათვის პირიქით სუბუქი მდგომარეობის შექმნა, ვიცით ხო რა, ეს არის აი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 2001 წლიდან 2003 წლამდე რუსეთში როგორ მიმდინარეობდა პოლიტიკური მოვლენები. პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაკავება, არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა, მედიების გაუქმება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ზუსტად იგივე ხაზს ატარებენ, მაგრამ რისი თქმა მინდა, ის პარტიები, ვინც იფიქრებენ და ფიქრობენ, რომ აი ხლა მოდი აი ჯობია, რომ აი დრო მოვიგოთ, ხوار გაიღვიძებს ბიზინა ივანიშვილში ან ქართული ოცნების რომელიმე ლიდერში რაღაცა სახელმწიფოებრივი აზრი და ხوار დათმობენ პირად ინტერესს, პირად ფულს ანაცვალა სახელმწიფო ინტერესი, ვიცით ხო? და როგორც მოიქცა ისინი აუცილებლად წააგებენ, ვინაიდან ჩვენ კარგი მაგალითი გვაქვს რუსეთთან მიმართებაში, ვინაიდან რუსეთის მაშინდელი რეალური ოპოზიცია ფიქრობდა, რომ პუტინთან შეიძლებოდა საუბარი, მათთან შეიძლებოდა კონკურენცია იმ პირობებში, რა პირობებშიც იყო. თან დღეს ჩვენ უფრო უარეს პირობებში ვართ, პირდაპირ გეტყვით, ფაქტურად არ არსებობს სასამართლო, ფაქტურად არ არსებობს საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო ადმინისტრაცია იქცა პარტიულ მუშაკებად, აი რისეთ არჩევნებზე დაკვირვება აკრძალეს. წარმოიდგინეთ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, ეს რომ პარლამენტს ექნა პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა პარლამენტსაც არ უნდა ექნა, მაგრამ ხვდებით ხო რისი თქმა მინდა, პოლიტიკური ჭიდილის არა, საარჩევნო ადმინისტრაცია ადგა და არჩევნებზე დაკვირვება აკრძალა. ეს არის ეს არის მოცემულობა, როცა თქვენ თვითონ აზრს კარგავს ყველა არჩევნები, მით უმეტეს როცა პოლიტიკური ოპონენტები გეყოლებათ ციხეში, პოლიტიკური ლიდერები გეყოლებათ თქვენ პირადად ციხეში. მაგრამ ჩვენი პარტია არის და ჩვენი კოალიცია არის მყარი, ჩვენ თითოეულ წევრს პარტიის და სხვა ლიდერებს, რომლებიც არიან პარტიაში, გაცნობიერებული აქვს ის წინააღმდეგობის ხარისხი, ვაფასებთ ქართული ოცნების და აღქმის დონეზე ვიცით რა ნაბიჯების გადადგმა უნდა ქართულ ოცნებას და ჩვენი მხრიდან იქნება წინააღმდეგობა. ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურა ჯაფარიძეს, სხვა ჩვენი პარტიის წევრების, რომელსაც მომავალში და უკვე არიან ციხეებში და საპყრობილეში. მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ ეს ნაბიჯი არის უსამართლობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, თორე ციხეში ჯდომა რო არავის უხარია, ალბათ ამაში დაწუნებული. ხვალინდელ დღეს ნიკამ სხვა სტრატეგია აერჩია, ის არ მიდის სასამართლოში, მას ზურა ჯაფარიძესავით ბორკილებს ვერ დაადებენ სასამართლო დარბაზში. რა სტრატეგია აქვს პარტიას თუ არ მოფსინეს? სად ვიქნებით, ნიკა სად იქნება, ამაზე ახლა საუბარის არც ვფიქრობ, რომ სწორი იყოს, ნიკაც გააკეთებს, ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ამაზე შიგნით ჯელობაც და ახლობით ვიცით. თორსა ამის საჭიროება და საჭიროება მომენტი იქნება, მაშინ სულ რაღაც რამდენიმე საათი დააქციოთ ამის. ხვალ 2 საათზე არის პროცესი, მანამდე არის ჩვენი პარტიის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ანი ქავთარაძის პროცესი 11-ის ნახევარზე ცნობილ ამბებთან დაკავშირებით, ასეთ პირობებში ვართ, ასეთ პირობებში ჩვენ დარწმუნებული ვართ მიუხედავად ამ პირობებისა გავიმარჯვოთ, ვინაიდან გამორიცხულია. მე მახსოვს შტურმის ღამეთ ნაციონალურ მოძრაობაზე მე ვიყავით ეთერში, აი ზუსტად იმ ჯგუფთან ერთად, ვინც ახლა საეთეროშია, პროდიუსერს და სხვა ადამიანებს გულისხმობ, დილის 5 საათზე მოხდა ეს ამბები, მელიას ცნობილი დაკავება, მას სხვა შორის მე მოყვა გახარიას გადადგომა, მე კი არა და ამბავი იყოს. სწორედ ამას უხსენებენ დღემდე გახარიას. ნახოთ რა ძვრებს ან რამე ძვრებს გამოიწვევს თუ არა ამჯერად ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. მორიგი დაკავება, რომელიც როგორც ჩანს არ იქნება ნებაყოფლობითი მინიმუმ ეს ჩანს გამოგონილი ბრალით უკვე პოლიტიკური პარტიის ლიდერების დაკავება, ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს ძვრებს. ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები აქვს გამოწვეული იმ პოლიტპარტიებს, რომლებიც ძალიან გმირულად, ვაჟკაცურად იღებენ იმ უსამართლო სასჯელს, რომელიც ქართულმა ოცნებამ გამოუწერა და ვერცერთი მათგანი ვერ გატეხეს და ჩვენ ხედავთ ამ ახალგაზრდა კაცებს და ასევე ქალბატონ ზია ამაღლობელს, რომელსაც საერთოდ აბსურდს ერდოვებიან, ასევე პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ლიდერების დაკავება არის დამატებითი პრობლემა და ამას ქართული ოცნება მალე საკუთარ თავზე გამოცდის. ძალიან დიდი მადლობა თენგიზ თევზაძეს, ის იყო ჩვენი სტუმარი.